ბევრს მოუწონვარ, ბევრსაც არა, მაგრამ მე არავისევ ნაწყდები ქართველმა მოდელმა, რომელმაც საქართველოს სახელით Miss Grand International 2025-ზე წარადგინა, საკუთარი მიმართვა გამოაქვეყნა. ცოტა ხნის წინ საზოგადოებას გაეცნო თეონა კბილაშვილი, ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონა, რომელსაც აქვს პატივი საქართველოს სახელით საერთაშორისო სილამაზის კონკურსში Miss Grand International 2025-ზე მონაწილეობა მიიღოს. თეონა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს ყველას და გულწრფელად საუბრობს იმაზე, თუ რა გზას გადის, რას გამორჩევა და რა გამოწვევები აქვს. მე ვარ თეონა კბილაშვილი, ემიგრანტი საქართველოდან. ჩემი ქვეყნის სიყვარული ჩემთვის ყველაფერია. ყოველთვის ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ამ კულტურისა და სილამაზის ნაწილი, ამბობს ის. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობა მისთვის დიდი მიღწევაა. არც სპონსორი მყავს, ყველაფერი დამოუკიდებლად ჩემი შრომითა და რწმენით გავაკეთე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მე ვირჩიე, რომ საქართველო გავწვი საერთაშორისო სცენაზე, უკვე უდიდესი გამარჯვებაა ჩემთვის. თეონა არ მალავს, რომ კრიტიკოსები ჰყავს და მას ბოლომდე მომწონი ვერ ხდებიან, ვიცი, რომ ყველას ვერ მოეწონები, ეს ბუნებრივია. ბევრს მოუწონვარ, ბევრსაც არა, მაგრამ მე არავისევ ნაწყდები, წერს მან. მოდელის პოზიცია, რომ ეს კონკურსი მხოლოდ სილამაზეზე არ არის, ეს კონკურსი მხოლოდ სილამაზის შესახებ არ არის. იგი მოითხოვს უამრავ უნარს, თავდადებას, ემოციას და შინაგან სიძლიერეს. თეონა სურვილს გამოთქვამს, რომ მომავალში სხვა ქართველ გოგონებსაც დაეხმაროს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახელით წარვდექი ასეთ დიდ საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ქვეყანა წლების განმავლობაში არ ყოფილა წარმოდგენილი. ამით მე უკვე შედეგს ვაფასებ, მათ შორის, ვინც გულწრფელად მხარს გვიჭერს, თეონა ყველას სწორედ ასე მიმართავს. გთხოვთ, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ყველაფერი, რაც მაქვს, მხოლოდ ჩემი შრომითაა მიღწეული, არავისთვის ზიანი არ მიმიყენია და ყოველთვის ვცდილობ, სიკეთე გავავრცელო, მისი სიტყვებითვე. მე ვარ კარგად ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული ჩემს საქმეში. მადლობელი ვარ ღმერთის თითოეული ნაბიჯისთვის და მადლობა თქვენ ყველას, ვინც გულწრფელად მხარს მიჭერთ სიყვარულით. თეონა კბილაშვილი, საქართველოზე შეყვარებული ქართველი ემიგრანტი ამერიკიდან.